2025 წლის პირველ 10 თვეში ღვინის წარმოების 800-ლოვანი ისტორიას ათეულობით ქვეყანაში გაეცნენ. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო და მასშტაბური გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოეწყო. ნიუ-იორკში გამართული ღონისძიების ათასობით სტუმარს ქართული ღვინის დეგუსტაციის საშუალებას ჰქონდა. ქართული საოჯახო მარნების პროდუქციამ გამოფენის მონაწილეთა დიდი ინტერესი და ცნობილი სომელიეების განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა. ღვინის ქართულ მწარმოებლებს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას ღვინის ეროვნული სააგენტო აძლევს. მიზანი ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება. ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოები 20-მდე ქართული საოჯახო მარანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ გამოფენაში Raw Wine ნიუ-იორკში მონაწილეობდა. ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იყო და მას სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია. ქართული ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება და იზრდება სტილების მრავალფეროვნებაც. სწორედ ასე შეაფასა ლეგერონმა 800 წლიანი ისტორიის მქონე მთავარი ქართული სავიზიტო ბარათი. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ადგილობრივ მეწარმეებს, განსაკუთრებით კი საოჯახო მარნებს, საშუალებას აძლევს პოტენციური პარტნიორები მოიძიონ და მათი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ. ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ქართული საოჯახო მარნების მხარდაჭერა და მათი ღვინის პოპულარიზაცია. ამ გამოფენაში მონაწილეობით გვეძლევა შესაძლებლობა ფართო მასშტაბით წარმოვადგინოთ ქართული ღვინო ამერიკელ მომხმარებელთა და პროფესიონალებთან. წელს საქართველოდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გვყავს 20 მწარმოებელი, რაც მართლაც გამორჩეულია, რადგან როდესაც დროს დაუთმობ თითოეულის გასინჯვას, აშკარად დაინახავ, რამდენად განსხვავებულია თითოეული მათგანი. გარემო პირობები პირდაპირ იგრძნობა, იქნება ეს დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველო. ყურძნის ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება მართლაც უნიკალურია. და ახლა, ფიქრობ, ძალიან სასიამოვნოა ის, რომ სულ უფრო მეტი მეღვინე მუშაობს აქამდე ნაკლებად ცნობილ ჯიშებთან. ადრე ძირითადად რქაწითელსა და საფერავს ხედავდით. ახლა კი ბევრად ხშირად გვხვდება ქისი, ქიხვი, მწვანე, ასევე როზე და ბუნებრივად ცქრიალა, რაც ძალიან სასიხარულოა. შესაბამისად, ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება და სტილების მრავალფეროვნებაც მეტად იზრდება. იმ საოჯახო მარნებისთვის, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტზე გატანაზე ფიქრობენ, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, ამბობენ თავად ქართველი მწარმოებლები. მათი თქმით, ქართული ღვინის მიმართ ცნობადობა საკმაოდ გაზრდილია და დეგუსტაციის მსურველთა რაოდენობაც გამოფენაზე საკმაოდ დიდი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია გამოფენებში მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ მეღვინეებისთვის, ვინც ექსპორტზე ვფიქრობთ, რომ გავყიდოთ ჩვენი ღვინო და გავიტანოთ სხვადასხვა ქვეყანაში. ხალხთა შორის არ ველოდებოდი ამერიკაში ამხელა ცნობადობა თუ იყო ჩვენი ღვინისაც და ზოგადად ქართული ღვინისაც. ბოლო წლების მანძილზე ცნობადობა გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ზუსტად ისეთ ფესტივალებში მონაწილეობა, როგორც Raw Wine ფესტივალია. ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით 2025 წლის 10 თვეში ქართული ღვინო 29 გამოფენა ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია სემინარზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ჯამში 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.